პირდაპირ ეთერში დავბრუნდით კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, ვინც ჩვენთან ერთად ხართ. სიამოვნებით გვინდა გადავიდეთ უკვე შემდეგ თემაზე და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრები. შეგახსენებთ, რომ პალიტრა ელმა გამოსცა ახალი წიგნი ქართული მონეტების ისტორიის შესახებ. სწორედ მასზე გვინდა დღეს ვისაუბროთ. წარმოგიდგენთ სტუმრებს, შემოგვერთა ქალბატონი მაია პატარიძე, რომელიც გახლავთ ნუმიზმატი და ნინო დეკანოსიძე, პალიტრაელის თავარი რედაქტორი. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო მართლაც პროექტზე შეიძლება დავარქვათ და კონკრეტულად გამოცემაზე გვიწევს საუბარი. მოდი მე შევახედებ თქვენის ნებართვით ტელემაყურებელს. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ვთქვათ იდეა ვის ეკუთვნის, იმიტომ რომ მე ჩვენ ქონდა საშუალება გადავხედეთ წიგნს და არაჩვეულებრივი სასაჩუქრეც კი არის. წიგნში შედის ასევე მონეტები და ამ ყველაფერზე ვისაუბროთ, თქვათ, როგორ მოხდება ამ მონეტების შეგროვება და ვის შინაარსობრივ მხარეზე გაგვაცანით წიგნი. კი ბატონო, ჯერ ალბათ დავიწყოთ იქიდან, რომ ქალბატონი მაია ეტყვის, როგორც ნუმიზმატი, მეცნიერი, მის ანექტათაც იმუშავა გამომცემლობამ. ეს არის აკადემიური გამოცემა და აკადემიური თემა დაუვთმოთ ქალბატონ მაიას. კი ბატონო, შეიძლება. კი ბატონო. მე გახლავთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი და ჩემთან ერთად რასაკვირველია ცნობილმა ნუმიზმატებმა მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა ეროვნული მუზეუმიდან. იყო ესეთი იდეა პალიტრაელიდან, რომ საჭირო იყო რამდენიმე შეგვერჩია რამდენიმე უნიკალური ან საინტერესო იშვიათი მონეტა სხვადასხვა კონცეფციით, რომელიც გვაქვს. ახლა მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 100,000 მონეტა გვაქვს. მხოლოდ ჯანაშიას მუზეუმში და მის მასში შემოვალ მუზეუმებში კიდევ უამრავი. მაგრამ აქ უნდა შეგვერჩია ის მონეტები, რომელიც განსაკუთრებულად პოპულარულია, მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ, მარგალიტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმის. ვიმუშავეთ ნუმიზმატებმა, შევარჩიეთ ძალიან ძნელია ამ ნაწილის შერჩევა, იმიტომ რომ ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. დიახ. და შევარჩიეთ შემდეგი კონცეფციით. ნუ რასაკვირველია დავიწყეთ კოლხური თეთრით, იმიტომ რომ ის რომ საქართველოს სამონეტო ცივილიზაციის უძველესი კერა ამის ხაზგასმა აუცილებელი იყო და გვაქვს 27 საუკუნოვანი ფულის ისტორია. დავიწყეთ ამით და შემდეგ შევარჩიეთ თქვათ, აქ ნახავთ თქვენ არის უნიკუმი, თქვათ ესეთი მონეტა, რომელიც ერთადერთია მსოფლიოში, ესეთი გახლავთ ლაშა გიორგი. არის და რაც ყველაზე საინტერესოა და ძალიან ეფექტურს ხდის ამ გამომცემლობას, თითეული მონეტა, რომელიც თავისთავად ისტორიას ყვება და ეპოქას ასახავს, მას თან სდევს და აქვს დიზაინი სხვადასხვა არტეფაქტების და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული სხვადასხვა ნივთების. აი თქვენ ხედავთ კოლხურ თეთრს და ხედავთ ვანის არაჩვეულებრივ თავსამკაულს და აი აქ არის კიდევ მოთხრობილია ისტორია მაშინდელი ეპოქის, ანუ იმ ეპოქის ამსახველი. დიახ, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესი რაც არის იმ პერიოდისთვის, იმიტომ რომ ფულს, მონეტას ცალკე შეუძლია ისტორია მოყვეს, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, რომ გაგვემრავალფეროვნებინა და ეპოქა, ვთქვათ, იმიტომ რომ აქ არის ერთი აბზაცი თითო მონეტაზე და ძალიან რთულია ასე ჩაატიო ეს ყველაფერი და ამიტომ გამდიდრებულია სხვადასხვა მასალით. კიდევ ერთი არის საინტერესო, რომ აქ არის ყველაფერი ბუნებრივია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან, მაგრამ არის ორი მონეტა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის დავით აღმაშენებლის ბრიტანეთში დაცული უნიკუმი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ვერანაირად ვერ აუვლიდით გვერდს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მედიდური წარწერა მონეტაზე, სახელმწიფოებრივ დოკუმენტზე, როგორც არის მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. და რასაკვირველია ძალიან საინტერესო იყო და ვერ აუვლიდით გვერდს დავით კურაპალატს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსოფლიოში 4 დავით კურაპალატი აღმოჩენილი და 4-ვე სხვადასხვა ქვეყანაში, წარმოედგინეთ შვედეთში, გერმანიაში, რუსეთში, ესტონეთში და იმ ქვეყნის მიწაში აღმოჩენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მონეტა მიმოქცევაში იყო ძალიან შორს საქართველოდან და ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს მონეტების ჩაგვერთვა რასაკვირველია.
ну აქ არის ფრესკებსაც შეხვდებით თქვათ იარაღს, აი მაგალითად ახლა ერეკლეს წარმოდგენა მეფის, რომელსაც ხმალი ხელიდან არ გაუგდია, ბუნებრივია იარაღთან ერთად რომელსაც აკამდე. დიახ, აქ არის სვანეთის მუზეუმიდან არაჩვეულებრივი დროშის ტარი, არის ასევე თქვათ ნარინის მონეტა შევარჩიეთ, რომელიც არის ის ჭრიდა თბილისში და ჭრიდა დმანისში და შესაბამისად დმანისის ნაქალაქ არის ფოტოსაც შეხვდებით. არის თბილისის ზარაფხანის თქვათ იმისი ახალციხის ზარაფხანაში საქართველოში რამდენიმე ზარაფხანა იყო, სადაც ფული იჭრებოდა თბილისი, ახალციხე, ასე შემდეგ და ამის მიხედვითაც კიდევ ძალიან საინტერესოა რომ თქვათ შევეხეთ ისეთ პერიოდსაც, როდესაც დაშლილია ქვეყანა თქვათ და იმერეთის მეფე გიორგი მეორე ჭრის ცალკე მონეტას, კახეთი ცალკე ჭრის, ქართლი ცალკე ჭრის, მაგრამ ძალიან საინტერესოა რომ აი რაღაცა თითქმის ნეკის ფრჩხილის ხელა მონეტაზე ისეთი სიმკვეთრით ჩანს რელიეფურად ამ პიროვნების გამოსახულება, სახე, რომ ფრესკა ნახოთ გელათის ფრესკა პირდაპირ იმეორებს მას, ასე რომ ძალიან ისეთი იშვიათი სიზუსტით არის. ძალიან, ну აქ არის ჭურჭე ორმეფობის პერიოდის ნარინის და ულუს მონეტა, მუზარადიც არის, გიახ, მოჭიქული კერამიკაც გახლავთ. აი აქ არის საქართველოს ისტორიას და აქ რაც არის ყველა ფოტო არის ორიგინალური საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოებია გამოყენებული, მასალაა გამოყენებული. აი თამარის მონეტაზე ვთქვათ ბუნებრივი არის თამარის ხელთვა არაჩვეულებრივი და გვაქვს სურა, ვერცხლის სურა თამარის, რომელიც სვანეთის მუზეუმის ხელთვა ხელნაწერთა ეროვნულ მუზეუმშია დაცული. არა, მონეტაზე არის. მონეტაზე, დიახ, აი შეგიძლიათ აქ დაინახოთ, რომ თამარის ფაქსიმილეა. იცით ალბათ, ხო? ხელთვა, ანუ ფაქსიმილე არის ხელნაწერზეც და არის თითქმის ყველა მონეტაზე, რომელსაც გავიგეთ. რაც შეეხება თვითონ პროექტს, რომელიც 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ვიცით 30 მაისიდან აიღებს სტარტს. რას გულისხმობს ეს? ვიცით რომ აი ალბომი უკვე გამოცემულია, წიგნი ალბომი და რომ არ გვიხსნათ. და ალბომში დატოვებული ასევე ადგილები მონეტებისთვის. კი, ეს არის უნიკალური გამოცემა იმ მხრივ, რომ ეს არის წიგნი, კატალოგი ერთად. რატომ კატალოგი? იმიტომ რომ 24 მონეტა, რომელზედაც ალბათ მე ძალიან საინტერესოდ გველაპარაკა 27 საუკუნოვანი ისტორიაზე, პრინციპში აი 2 წუთში გავიგეთ რამდენი და დავინტერესდი გულწრფელად პირველად სხვათა შორის. არა, მართლა ძალიან საინტერესო სფერო. ანალოგი ან ყოფილა ჩვენ უამრავ გამომცემულ ცხორ გამომცემლებებთან გვაქვს ურთიერთობა, ვათვალიერებთ მათ კატალოგებს და ესეთი ტიპის ხო აი ალბომი, კატალოგი და წიგნი ერთად, ესეთი ნუმიზმატური გამოცემა არ გვინახავს. ნუ არის უამრავი სახის და პლუს ეს არის აი ორმაგაც საინტერესო ნუმიზმატიკა არის და არის შენი ისტორია. ამიტომ არის კარგი რომ ყველასთვის, ნებისმიერი ასაკისთვის, ხალისთვის თუ მამაკაცისთვის, ბავშვისთვის, ყველასთვის საინტერესოა. ეს წიგნი დიდხანს კეთდებოდა, ესე ვთქვათ, რამდენადაც საინტერესოა, როგორც ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, თითო აბზაცში უნდა ყოფილიყო, ნუმიზმატურად, რა თქმა უნდა, ის ტექსტი, რაც აი ნუმიზმატმა უნდა აკადემიური ტექსტი ჩადოს თვითონ მონეტაზე და შემდეგ ის ეპოქა და იმ ეპოქიდან წარმოიდგინეთ, ახლა როგორი ძნელია აი რაღაცა ისტორიული ეპოქიდან ამორჩევა იმისი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო? ნუ აი რამდენიმე წინადადების ასევე აი დიზაინი უნდა ყოფილიყო იმით დატვირთული, რაც მნიშვნელოვანი იყო და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაიას და იმ ჯგუფს, რომელთან ერთადაც ვიმუშავეთ. წიგნი გამოვა 30 მაისს გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად. შევიძინოთ ელენე. კი, ფასიც არის სპეციალური ფასია იმ კვირაში. შორის არც ისე გვერია, როგორც ფასი 18 ლარი და 50 თეთრი, ხო? ნუ ამ სახის გამოცემა კი არ არის, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ვცდილობთ ხოლმე. ეს პირველ ეტაპზე იქნება ეს ფასი თუ კი, პირველი კვირა იქნება სპეციალური ფასი. ესე იცვლება და თვეში ერთხელ ისევ და ისევ კვირის პალიტრასთან ერთად გამოვა თითო მონეტა. აი რატომ არის შევახედოთ წიგნი და ალბომი და კატალოგი, აი ეს არის დაყოფილია. ასლები დამზადდება. ასლები დამზადებულია, მეტალისგან არის ჩამოსხმული. და ლუპა მოყვება ამ ალბომს საჩუქრად, რა თქმა უნდა და შეუძლია ნუმიზმაც
თქვა ალბათონო მაიამ როგორც თქვა, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ თავარ მეფის ხელშთვა იყო მონეტაზე და აიკითხავდა, დაინტერესდები და დაათვალიერე. თანაც ისეთია, თვითონ მასალაც ძალიან საინტერესოა, მიახლოებულია ფერი იქნება, კი, ისეთივე ზუსტად როგორც არის მუზეუმში დაცული, ასლებია. ერთგვარი აზარტიც არის თითქოს, რომ აი გინდა შეაგროვო. შემგროვებლობა, ყოველთვის აზარტი, ამიტომაც კი რომ ორმაგი დანიშნულება აქვს, რომ თან აგროვებ და რაღაცა ნუმიზმატები ვიცით, რომ საუკუნეების მანძილზე აგროვებდნენ ერთმანეთში კოლექციონერები. განსხვავება კოლექციონერებსა და ნუმიზმატებს. ნუმიზმატები არიან, რომლებიც სწავლობენ ამას. კოლექციონერები არიან. საქართველოში ისე ბევრია კოლექციონერი, კოლექციონერი არის უამრავი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არიან ცნობილი და ნუ დიდი ხნის კოლექციონერები. და საერთოდ კოლექციონერებამ ძალიან დიდი საქმე გაუკეთა თავის დროზე ნუმიზმატიკას, იცით? ჯერ კიდევ პეტრარკას დროს დაიწყეს ძველი მონეტებით გატაცება და აგროვება, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ეს ამის მეცნიერული შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სახელმწიფოებრივი დოკუმენტია, ყველაზე ობიექტური წყაროა, იურიდიული წყაროა, ამიტომ მიხვდნენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი წყარო იყო და დაიწყო მისი შესწავლა. ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს ნუმიზმატიკას, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო და ქართულ ნუმიზმატიკას განსაკუთრებული ადგილი აქვს, იცით? მსოფლიოში ძალიან დიდი დაინტერესებაა ქართული მონეტებისადმი, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ბევრი ქვეყანა, სადაც ფულს საუკუნოვანი ისტორია. მხრიდან არის, თქვათ, აი ესეთი ცხოველი ინტერესი თუ ზოგადად? კომერციული მხრიდან, რა თქმა უნდა, კოლექციონერების მხრიდანაც, იმიტომ რომ ქართული მონეტები ერთ-ერთი გამორჩეულია ამ თვალსაზრისით და ამიტომ დიდი დაინტერესება. რაც შეეხება აი ამ გამოცემას, იცით, ეს ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისინი ხელით ეხებიან რაღაცნაირად ამ მონეტებს, ნუ ასლებს ამ შემთხვევაში, მაგრამ ამაში შეიძლება სამეცნიერო ინტერესი გამოიწვიოს და ეროვნული მუზეუმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის საგანმანათლებლო მიმართულება და მინდა გითხრათ ნუმიზმატიკური საგანმანათლებლო როგორც ყველა სხვა დანარჩენი გვაქვს და ძალიან პოპულარულია ბავშვებში. ისევე როგორც ჩვენი გამოფენა. ციგნებისთვის არის განკუთვნილი ამ შეკითხვა აღარ დავსვამ, იმიტომ რომ ნებისმიერისთვის, სკოლის მოსწავლისთვის მათ შორის არის ძალიან საინტერესო იქნება საგანმანათლებლო შემეცნებითი ისტორიის შესწავლაში დაგვეხმარება, დაეხმარება. სასაჩუქრებაც აი ხშირად ვფიქრობთ ხოლმე ყველა ჩვენგანი თქვა და აი უცხოელ მეგობრებს ან ნაცნობებს გვინდა რაღაცა განსაკუთრებული ვაჩუქოთ, რომ ჩვენს ქვეყანაზე რაც გარკვეული წარმოდგენა შეექმნას, თან ისეთები ვართ ცოტა ამაკაკიც ხო და გვაქვს ნამდვილად ამის მიზეზი და 27 საუკუნოვანი ისტორია. გადასარევი სასაჩუქრია, არა მარტო უცხოელებისთვის თქვა. ორი აბაზი აბა კადრები გადიოდა ახლა უფრო ახლოს ჩვენმა ტელევიზიამ რამდენიმე ფილმი მოამზადა ფულის ისტორიასთან დაკავშირებით კონკრეტულად რეჟისორმა ლევან ქიქავამ და სწორედ აი ამ ფილმებიდან გადიოდა კადრები და აი ახლა ვხედავთ კადრებს. აი სწორედ დავიწყო თვითონ ქალტონმაია გარდა ბავშვებისა, ვთქვათ, მე ვიცი რაღაცა პროგრამები არსებობს, დაყავთ სკოლები ითავებენ ხოლმე ამას უფრო პედაგოგები მუზეუმებში და მათ შორის თქვათ ალბათ ამ მუზეუმშიც დაყავთ. ზოგადად თუ არსებობს, ანუ რამდენად ხშირად გსწუმრობთ დამთვალიერებელი, როგორც უცხოელები და ტურისტები ვთქვათ, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. არსებობს ეს ინტერესი, მე გამოგიტყდებით უწვრთელად მწვენია, მაგრამ ვაღიარებ, რომ არ ვარ ნამყოფი სამწუხაროდ და აი გამიჩნდა მართლა ცხოველი ინტერესი, აუცილებლად გესტუმრებით ასე და რაც შეეხება ნუმიზმატიკურ ექსპოზიციას, ეს ორი თვეა რაც გაიცნა. ეს მართლაც უპრეცედენტოს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა პირველი ნუმიზმატიკური ასე ეგრეთ წოდებული მილს კაბინეტი გახსნა სვანეთის მუზეუმში. და ეს რაღაც განსაკუთრებით ისევე როგორც საერთოდ სვანეთის მუზეუმი მოგეხსენებათ, რომ გამორჩეული გამოვიდა ეს ამ გამოფენამაც თქვა თავისი სათქმელი, რასაკვირველია და ეხლა ხანს გაიხსნა ჩვენთან ნუმიზმატიკური საგანძური, სადაც ну, პრინციპში გამოფენილია ყველა ის მონეტა, რომელიც მნიშვნელოვანია, რასაკვირველი არა 100,000, მხოლოდ 5% ალბათ გამოფენის. იქ არის უამრავი განძი, არის
სოფლიოში უძველესი მონეტით ვიწყებთ, ყველაზე ადრინდელი მონეტით, ეგინაში მოჭრილი მონეტით, შემდეგ მოდის კოლხური თეთრი და ასე შემდეგ და ვამთავრებთ 1833 წლის ქართული თეთრით. ეს ხო არ მიჭირავს ახლა მე. სწორედ ეგ გონდა. დიახ. აბაზი. აი დაგიბრუნე. აბაზი, დიახ. ძალიან უმჯობესია მოგზაურობთ და თქვენ თვითონ ნახოთ თქვენი თვალით, მაგრამ მე მგონი საინტერესო გამოვიდა. ეს ლაშეგიორგისტრონდელია, ხო? დიახ, 1210 წელი აგერ როგორც გავეცანო, თარიღიანი მონეტა გახავთ, 1210 წელი აწერია. და ქაბატონი ნინო, კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს, ბოლოს სრულდება ჩვენთვის განკუთვნილი საეთერო დრო, 30 მაისს შეუძლიათ წიგნი, ალბომი, კატალოგი შეიძინონ და სად კონკრეტულად? ნებისმიერ ადგილას, სადაც ვრცელდება საგაზეთო ჯიხურებში. ნებისმიერ საგაზეთო ჯიხურებში, ბიბლუსის მაღაზიებში, ყველგან, სადაც წიგნი იყიდება საქართველოს მთელი მასშტაბით და პატარა საგანძური, ასეთი მასშტაბური არა, მაგრამ პატარა საგანძური. უნიკალური განძის ფლობელი შეგვიძლია და ორი წლის განმავლობაში შემდეგ ვაგროვებთ მონეტებს. ყოველ თვე თითო მონეტას. წავიკითხავთ მონეტის შესახებ, შემდეგ ჩავდებთ თავის ბუდეში და გვერდება ოქროს კოლექცია. ჩვენ ობიექტურები ვიქნებით ამ შემთხვევაში. მადლობა უნდა გადაგიხადოთ მართლაც გამორჩეული იდეებისთვის, რომელსაც პერიოდულად ახორციელებს პალიტრაელი. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა. დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება ამ მართლაც უნიკალური პროექტით და ბევრი ჩვენგანი შეიძენს ამ არაჩვეულებრივ როგორ ქვია ამას კატალოგს ერთგვარად. ციგნი კატალოგი. ციგნი კატალოგი. ძალიან დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს სტუდიაში საუბრობდნენ მაია პატარიძე, ნუმიზმატი ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი და ქაბატონი ნინო დეკანოსიძე, პალიტრა ელის მთავარი რედაქტორი. გრძელდება გადაცემა ქეთევან ვაშაკიძე გაგაცნობთ ქურაზბედიანების 10 შვილიან ოჯახს. შემდეგ კი ბარემ დავაანონსოთ ელისაბედ დღეს